შესაძლოა მალე პროტეზს, იმპლანტს ან ხელოვნურ ჩანართებს დავემშვიდობოთ. შეიძლება ეს ცოტა ნაადრევი არის, მაგრამ იაპონელმა მეცნიერებმა ისეთი ამბები დაანონსეს, რომ მსოფლიო ამაზე ალაპარაკდა. დიახ, იაპონელებმა უკვე ცდების ჩატარება დაიწყეს ადამიანებზე და იყენებენ პრეპარატს, რათა მათ კბილები გაუზარდონ. არ მოგესმათ. დიახ, წარმოიდგინეთ კბილები, რომლებიც შეიძლება ტრავმის, დაავადების ან გარკვეულად სხვა მიზეზების გამო დაკარგეთ და რომელიც შეიძლება ისევ გაიზარდოს. ნამდვილად შოკის მომგვრელად ჟღერს, მაგრამ უკვე გვაქვს შედეგები. შარშან უკვე დაიწყეს იაპონელებმა ცდების ჩატარება ადამიანებზე. შეიქმნა 30 კაციანი ჯგუფი, რომელშიც 30-დან 64 წლამდე ზრდასრულები არიან შესულები. მესამე ფაზის კბილების პირველი ფოტოებიც და სამყაროს გააცნეს მისი შედეგები. თავდაპირველი გამოცდები, რა თქმა უნდა, ჩატარდა თაგვებსა და წავებზე. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ პროტეინის სახელწოდებით USAG1 ბლოკირებით ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოვაღვიძოთ მიძინებული კბილის კვირტები და მართლაც ანტისხეულებით მკურნალობამ ვარაუდი გაამართლა. ეს ყველაფერი კი მოხდა ოსაკას ინსტიტუტში კაცუ ტაკაჰაშის მეთაურობით. სწორედ ამ მეცნიერმა მოახერხა ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, თავისი გუნდის დახმარებით ჯერ მოფიქრება და შემდეგ დამტკიცებად. მოკლედ 2030 წლისთვის თუ ეს ყველაფერი ამ სისწრაფით და ტემპებით გაგრძელდა, ეს პრეპარატი იქნება უკვე ფართოდ ხელმისაწვდომი და ჩვენ მსოფლიოში არა მხოლოდ ჰოლივუდის, არამედ ახალი იაპონური ღიმილიც შეგვხვდება. გამარჯობა, მე ვარ გუგა და ეს პაციენტის მერვე ვიზიტია. კიდევ ერთი საოცრად მნიშვნელოვანი ამბავი. მსოფლიოში პირველი შარდის ბუშტის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა და თანაც ჩატარდა წარმატებით. 51 წლის პაციენტი ოსკარ ლარეინზარი 7 წლის განმავლობაში იყო დიალიზზე დამოკიდებული. მან დაკარგა შარდის ბუშტის უმეტესი ნაწილი, როდესაც კიბოს რეზექციის ოპერაციის დროს 5 წლის წინ მას დიდი ნაწილი მოკვეთეს. ამის გამო, რა თქმა უნდა, შარდის ბუშტმა დაკარგა ნორმალურად ფუნქციონირების უნარი. ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ სულ მალე სიმსივნის გამო მას თირკმელების გადანერგვაც დასჭირდა. თანაც ორივე თირკმლის. პაციენტს დასჭირდა თირკმლებისა და შარდის ბუშტის კომბინირებული ტრანსპლანტაცია. აღნიშნული ოპერაცია მას ჩაუტარდა რონალდ რეიგანის სახელობის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, სადაც ქირურგები ნიმა ნასირი და ინდერბირ გილი 8 საათის განმავლობაში შრომობდნენ აღნიშნულ ოპერაციაზე. საბედნიეროდ პაციენტი მალევე აღდგა და ორგანოებმა წარმატებულად და სათანადოდ დაიწყეს სწრაფად ფუნქციონირება. შარდის ბუშტის სხვადასხვა პრობლემების გამო 400 მილიონზე მეტი ადამიანი წუხს პლანეტაზე. ეს საოცარი მიღწევაა ტრანსპლანტაციაში და უამრავ ადამიანს დაეხმარება. 2015 წელს პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი, 2017 წლის რომის მსოფლიო ჩემპიონი, 2018 წელს ვარშავაში მსოფლიო თასის ოქრო. წელსაც ღირსეულად წარადგინა საქართველოს სან-პაულოს მსოფლიო თასზე და მორიგი ოქროს მედალი გვაჩუქა. მოფარიკავად პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი ჩვენი საამაყო სპორტსმენია. როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, რომ არა დიაგნოზი, რომელიც მას ექიმმა მოზარდობის ასაკში დაუსვა. რა დაავადებები გადაიტანა ბავშვობაში, რაზე ვერ ამბობს უარს და რას ამოიღებდა სიამოვნებით თავისი რაციონიდან. პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანის ჯანმრთელობის ანამნეზი. ირმა ხეცურიანის ანამნეზი. რა მაწუხებს? არაფერი არ მაწუხებს, უბრალოდ ჩემი დიაგნოზის შემდეგ პარაპლეგია, ჩემი სრული დიაგნოზით და ვზივარ ეტლში და ეტლით მოსარგებლევარ. პრინციპში ცოცხალი ორგანიზმია ჩემი ორგანიზმი და შესაბამისად თუ არაფერი არ გვაწუხებს, ახლა როგორ გავიგოთ, რომ ცოცხლობთ. ისეთი არაფერი. ჩემი იმუნიტეტი ვფიქრობ, რომ აი 70-20-ია რა, 70% დადებითი, ანუ ყველაფერი რაღაცნაირად ისე მყარად მაქვს, მტკიცედ დგას და 30% ალბათ, რომელსაც ჭირდება ცოტა ხელის ესეთი კვრა წაშველება. მაცმებდნენ კი იწვრიან წინდებს, როდესაც მაღალი ტემპერატურა მქონდა. ბავშვობაში ბევრი რამე გადავიტანე, მაგრამ ნუ მაქვს სხვა ვირუსები, ანუ ჩვენ ბატონებს ვეძახდით მაშინ, წითელა და ნუ ცოტა მერე უკვე 5 წლის ზემოთ ყბაყურაც გადავიტანე. აი ჩუტყვავილა მაქვს თუ არა არ ვიცი, იმიტომ რომ დედაჩემსაც არ ახსოვს. ცუდად მახსოვს. რაღაც ბავშვობის ფრაგმენტები ცუდად მახსოვს, მაგრამ რაც ფიზიკურ მონაცემს შეეხება ან ჩემს ანამნეზს, ომი რომ გავავიარეთ, იმის მერე რაღაცნაირად ქვეცნობიერში იკეტება რაღაც ინფორმაციები და არ გვაძლევს საშუალებას რომ გავიხსენოთ. რომ არა დიაგნოზი? ჩემ დიაგნოზი?
ალბათ არ ვიქნებოდი ახლა. ჩემი დიაგნოზი იყო კეთილსებენი სიმსივნე ზურგის ტვინის და იქ და აღმოცენებული რადგან იყო ზურგის ტვინიდან ეს იწვევდა დიდ პრობლემას, თორე არ იყო ავთვისებიანი. კეთილსებენი უბრალოდ სწრაფად მზრდად იყო და სწრაფად რო იზრდებოდა მიკეტავდა ფილტვს. იმიტომ რომ გულმკერდის არეში იყო და ექიმებს ემითხრა გადავრჩით, იმიტომ რომ ისე გარდაიცვლებოდი, ვერავინ ვერ გაიგებდა, რა დაგემართავდა ახლა ექსკუმულაციას მე არ ჩამიტარებდი. შესაბამისად დავასწარით სიკვდილს ერთი კვირით უпроსტად 2 კვირით ადრე და ესე გამოვიცანით რომ რაღაცნაირად დარჩენილი ყავი სამყაროში ჯერ კიდევ ჩემი დრო არ იყო რა. არ გამივლია ის გზაც რომ გამელოდა. დღეს ალბათ ამ დიაგნოზის გამო ვარ ის ადამიანი, ვინც ვარ. ძიმე იყო რა თქმა უნდა, ხა მარტივი არასდროს არ არის პირველი ნიშანი რაც იყო. მარჯვენა ფეხი ცოტა მიბუჟდებოდა, ვერ ბრძანდა. თინეიჯერი ვიყავი პერიოდში და რაღაცნაირად არ მივაქცია ზედმეტი ყურადღება და იმ პერიოდში ჩემი ოჯახი მხოლოდ მამა და ჩემი ძმა იყო ჩემთან ერთად, იმიტომ რომ მთელი ჩემი მატრიარქატი მიგრაციაში არის დღემდე და რაღაცნაირად არც დედა არ მყავდა, რომ მეწუწუნა დედასთან რაღაც მткиოდა და ჩემი ეს ტკივილები უფრო ჩემი სიარულის მანერაში გადავიტანენ, ვაქციე რაღაცნაირად უფრო ჩვეულებრივ მოვლენად ვიდრე პრობლემად და ეს იყო ჩემი ძალიან დიდი შეცდომა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღება საჭირო საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და ვთვლი, რომ ყოველთვის შეგვიძლია პრევენციულად მივუდგეთ ყველა საკითხს და არასდროს არ შეგვეშინდეს ექიმების. ახლა თუ ისეთი ექიმები არ არიან მე 1-2-თან ვიყავი ქუთაისში, რომლებმაც საერთოდ სხვა დიაგნოზი მითხრეს და რომლებიც უკვე სხვა დიაგნოზის რაღაც ესე ჩაშლილი შინაარსით მიშვებდნენ საოპერაციო. თუმცა ესეც გადავიდა, ბევრი რამე გადავიტანე. ვიმიზეზებდი ავადყოფნა, არ გამომდიოდა ავადყოფნის მომიზეზება, იმიტომ რომ ტყუილში ზოგადად თუ კარგად არ დავგეგმეთ ტყუილი, გამოჭერა შეიძლება ჩემი. თვალები არის ჩემი, რა ვიცი, ეს ყველაზე გამცემი მართალს ვამბობ თუ ტყუილს თუ რაღაცა ის მიჭირს თუ არ მიჭირს. შესაბამისად, 1-2 ვცადე, ესეთი ძალიან დამადასტურებელი სახით და ემოციებით, მაგრამ მაინც არ გამომივიდა. ემოციური ვარ, კი, ემოციური ვარ, ფეთქებადიც ვარ, მაგრამ ძალიან დიდი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ მე ავფეთქდე. დათმენის უნარი მაქვს საოცრად ხანგრძლივი. თუმცა ემოციური უფრო სენტიმენტალური ვარ რაღაცნაირად, აი უფრო ზოგჯერ მტირალა გოგო ვარ, ზოგჯერ. თან ისე რომ სხვას არ დავანახო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაცნაირად მგონია რომ აი ჩემს სიძლიერეს აკნინებს. ჩემპიონატებს რაც შეეხება ეს ჩემი აფეთქება, ემოციები ხელს მიშლის. მაგრამ ის აფეთქება და ის ამბიციური ხასიათი ყოველთვის ხელს მიწყობს, რა თქმა უნდა, ვიყოს სრულიად განსხვავებული ადამიანი, სრულიად სხვა ირმა და რა ვიცი, ალბათ არაფერი დაბრკოლება არ შემიშლეს ხელს, მივაღწიო საწადელს და სასურველ შედეგს, როდესაც შეჯიბრზევარ. ხო, რაღაცნაირად გამომშავებული მაქვს და მინდა რომ ხშირად იყოს. მიმართავს ფსიქოლოგისთვის, რა თქმა უნდა, ეს დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მიმართავს, მაგრამ არ ნიშნავს რომ მყოლია. ცოტა ხნით ჩემს სფეროს სპორტს რაც შეეხება აქ ყველაზე მეტად გვჭირდება სპორტული ფსიქოლოგი რა თქმა უნდა და ჩემი მენტალური სტაბილურობისთვის სიმშვიდისთვის იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრესია ზეწოლა როდესაც პროფესიონალი სპორტსმენი ხარ და გიწევს სხვა დიდ ასპარეზებზე შენი პატარა ქვეყნისა ესე წარმოჩენა საოცრად დიდი პასუხისმგებლობაა მიუხედავად იმისა რომ დიდი სიამაყის განცდაც არის და როგორც წაგება ისევე მოგება ჩვენ შემთხვევაში არის ზედმეტი სტრესი უფრო დიდი სტრესი რა თქმა უნდა ეხა არის როდესაც მარცხდები თუ კი ამას ეგუები რაღაც მომენტში და მე აანალიზებ რა თქმა უნდა ნიშნავს რომ უკვე პროფესიონალი ხარ მაგრამ მარცხთან შეგუება ძალიან რთულია როცა ყოველთვის გამარჯვების გზაზე მიდიხარ და ის სულ იმარჯვებ და საბოლოო ჯამში რაღაც ზოგჯერ გვხდება ხოლმე მუშტი წვირში და რაღაცნაირად განარცხებს ეს დამარცხება დაბლა. თუმცა ძალიან კარგი გაკვეთილია. გამარჯვება იმ მხრივ არის რთული და სტრესული, რომ უნდა შეინარჩუნო. გამარჯვებიდან გამარჯვებამდე საკუთარი ტიტული და ეს არც თუ ისე მარტივი არის. გამოგივა ეს კიდე ცალკე თემა. ამიტომ ფსიქოლოგი არის ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უნდა მუშაობდეს ჩვენს მინუსებზე, რომელიც უნდა გვასწავლიდეს სხვადასხვა ტექნიკებს თუ როგორ უნდა დავძლიოთ ჩვენი სტრესი, პანიკური შემოწმებები, შიშები. ამას მარტო ვერ გავაკეთებთ. ამაში ყველა პროფესიონალები ვერ ვიქნებით. ვიღაცას მართლა დაბადებიდან მოხვება ეს
ბრძოლის შინი და საერთოდ ფარავს ყველაფერს, როდესაც შეჯიბრზე გადის, მაგრამ ვიღაცები აი ჩემსავით სწავლობთ გზა და გზა, როგორები ვიყოთ და როგორ მართოთ რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. COVID-19 ჩემს ცხოვრებაში, სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს, ზოგადად სახლის გოგო ვარ ძირითადად. სახლი არის რაღაცნაირად ჩემთვის ყველაზე მყუდრო, ჩემს ყველაზე რაღაც უსაფრთხო ადგილი. COVID-19 დროს პირიქით ეს სიმშვიდე მქონდა. მყავდა იქ ჩემი ძაღლი, რომელმაც იმშობია რა 4 ლეკვი და მქონდა პროცესი, რომ აი ეს ლეკვები რაღაც იყო ჩვენი ძირითადი მიზანი, რომ გამოგვეზარდა. თქმა უნდა, იყო ქოცნობიერში იმის განცდა, რომ შეჯიბრებებზე ვეღარ მივდიოდით, ყველაფერი ჩაიკეტა. შინაგანი პროტესტი იყო იმისა, რომ ვარჯიშზე ვეღარ გავდიოდი და ფორმას ვკარგავდი რეალურად, ფიზიკურს. თუმცა ყველაზე ცუდი იყო პოსტ-კოვიდური პერიოდი. საბოლოო ჯამში რომ არც გადავიდა და გადავიდა. რაღაც აი შუა ლედურ პერიოდში ვიყავით და 2021-ში ტოკიოს პარალიმპიადაზე, როცა აი ვარსკვლავებს წყვეტდი და ისეთ ფორმაში ვიყავი ფიზიკურად, რომ აუცილებლად მეგონა რომ ოქროს ჩამოვიტანდი. თურმე სად ვცურავ, ჩავფრინდით ტოკიოში აეროპორტში ერთ-ერთ ჩვენ დელეკატს აღმოაჩნდა COVID და აი ესე მოგვიტაცეს აეროპორტიდან და გაგვიტაცეს ტოკიოს გარეუბანში ერთ-ერთ ჯერ კიდევ გაუხსნელ სასტუმროში, სადაც ჩვენ გავხსენით სეზონი და ჩვეულებრივად ვიცხოვრეთ 11 დღე ყველაფრის გარეშე. ერთადერთი რაც ყველაზე დიდი გამართლება ჩემთვის იყო, რომ ლუქსში მოვხვდი. ალბათ ეტლით მოსარგებლე რომ ვიყავი, გამითვალისწინეს, რომ პატარა სივრცეში ვერ ვიმოძრავებდი. ერთი წიგნი წავიღე და 60 ჯერ წავიკითხე. ჰაერზე არავინ არ გვიშვებდა. კარებს გავაღებდი, ესე გაცვა არ ჩანდა და კიბეებიდან აი ესე გამოყოფდა თავს. ყოველდღე აბსოლუტურად ყოველდღე ანალიზი, კონტაქტები ვიყავით და ამის გამო რაღაცნაირად ოკუპაციური პერიოდი მაინც 14 დღე ჩათვალეს რომ საჭირო იყო და ძალიან სუდად მახსოვს, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა იმდანად დამთრგუნა და ისეთი ცუდი ემოციური ფონი მქონდა, ისეთი სუდად წავიდა ჩემი შეჯიბრი, რომ ძალიან დიდი დეპრესია მქონდა ტოკიო 2021-ის მარცხის შემდეგ. მეორე COVID-ის გამონათება ჩემს ცხოვრებაში იყო. რაღაცნაირად უკვე ვირუსად იქცა, ჩვეულებრივ ვირუსად, როგორც აი ვთქვათ, ღურის გრიპი და ასე შემდეგ. არაფერი გადავიტანე ძალიან მარტივად. 2 დღე მქონდა რაღაც ტემპერატურა, მაგრამ მე-9 დღე, ნუ ოკუპაცია ხო არის, რაღაც 14 დღე, 21 და ჩემს მე-9 დღეზე აი, რომ წიგნის კითხვის დროს ძალიან სუდად გავხდი ფსიქოლოგიურად. არ ვიცი რა მოვიკითხე წიგნში, მაგრამ წოლით მდგომარეობაში წიგნს რო კითხულობ, ხა წნევა არ უნდა დაგივარდეს რა. სტანდარტულად წნევა ამ დროს რეგულირდება, როდესაც წევხარ და მე ყველაფერი დავკარგი, ანუ ხელებს ვერ ვგრძნობდი, ტუჩი დამიბოჭდა, ანუ სხეულს საერთოდ ვერ ფეხებს ისე ვგრძნობ, ხო კარგი, მაგრამ აი ზოგადად რასაც ვგრძნობ, მე ვერ ვგრძნობდი და ნუ ვიფიქრე რომ მკვდები ჩვეულებრივი ინსულტი მაგან რავი, გული შეტევა და ნუ ჩემი დასვენები რომ მომარტყი რაღაც ვიგრძნო, მიჩქმიტე, ჩემი და გიჟგავს, იმიტომ რომ მას ჩემზე მეტად ეს ეშინია მე როდესაც უნდა მოკლედ გამოვიძახეთ სასწრაფოდ. დიაგნოზი ახლა რა უნდა დაისვათ, მითხრეს რომ არანაირი შეტევა, არანაირი ცუდად ყოფნა არის ნერვული ფონი და ეს ძალიან ბევრს დაიმართა ომიკრონის შემდეგ. მე შინოდა თავბრუსხვევის, მე შინოდა ოდნავ თითიც რომ იბურსდებოდა უკვე მეგონა რომ ხვდებოდი. ძალიან ცუდი რამეა ქოცნობიერი და ყველაფერს ცუდს იმახსოვრებს ზოგადად და ამიტომ უნდა შეგვეძლოს რაღაცნაირად საკუთარ თავთან ბრძოლა და ზოგჯერ მეგონა რომ ცოტა ვემსგავსებოდი ფსიქიატრიული პაციენტს, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ-ერთმა ჩემმა ძალიან კარგმა ექიმმა მითხრა, რომ ვერანაირი წამალი, ტაბლეტი შენ ვერ გიშვებს, რომ არ გაქვს ის სტადია, რომ რაღაცეები დაგინიშნოთ. უბრალოდ საკუთარ თავს უთხარი, რომ ყველაფერი კარგად არის, სუნთქვითი თერაპიები, რომ ეს ნერვული შეტევები რაღაცნაირად დამეძლო და 2 წელი მართლა აი შეჯიბრებებსაც კი მქონდა, ოღონდ კონკრეტულად შეჯიბრის მერე. დღესდღეობით ძალიან მცირე დოზით არის დარჩენილი და მე ვთვლი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი წარმატება და გამარჯვება არის COVID-ის პანდემიაზე. ვაიმე ხშირად დავდივარ ექიმებთან. მე მგონი ვარ ადამიანი, რომელიც სამ რამე დაიმართება მანამდე მინის ექიმი. აი ესეთი გავხდი სწორედ 2 წლის წინ, როდესაც დამეწყო პრობლემები, აი ფსიქოლოგიური შიშები, აი რამე ხო არ მკვდები, თითი რატომ მткиებ, ხო არ მოვკვდი. იმიტომ რომ როდესაც ეს არ გავაკეთე,
აი ესე უცებ მოულოდნელად 20 წლის შემდეგ გავარკვიე რომ მარჯვენა თირკმელი საერთოდ არ მუშაობდა ჩემი. იყო ჰიდრონეფროზი, ანუ წყალში მქონდა მარჯვენა თირკმელი და საბოლოო ჯამში დამჭირდა ამოღება. არ ვიცი, აი მილიონი ეკოსკოპია, მუცლის ღრუს, თირკმლის, ანუ აბსოლუტურად ყოფილი რომ ჩემი მდგომარეობა არის მდგომარეობა, რომელიც რეალურად ხო რეაბილიტაციის თემას და პლუს აი პროფილაქტიკის მიზნით რაღაცები აუცილებლად უნდა 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა შეიმოწმო რა. და მეც იგივეს 6 თვეში არა შეიძლება 3 თვეში ერთხელ შევიმოწმო. ანუ უფრო ადრე თუ რამე ისეთი გამეფიქრა. ხო, აი ჩემი ყურადღებობის გამო -1 თირკმლით ვარ. მაგრამ მარცხენა გადასარევად მუშაობს თვეში ერთხელ აუცილებელია რომ დარწმუნებული იყოთ, მშვიდად იყოთ, ჯანმრთელობას ეხება, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ძვირფასი საგანძური, რომელსაც აი ვერანაირი თანხებით, ვერანაირი მეთოდებით ვერ ავინაზღავრებთ, ვერ გამოვასწორებთ, ვერ გამოვაკეთებთ, გავაუმჯობესებთ. ბებია ჩემი თყოდა ხოლმე სად იყო ჩვენ დროს ახლა შემოწმებები, მაგრამ ეხლა ხო არ. ამიტომ ვის როგორც გვაქვს საშუალება დროის, ფინანსური, მე მგონი არის რაღაც ანალიზები, რომელიც მადლობა ღმერთს დღესდღეობით შეიძლება იყოს ან ნაკლები ფასით, ან საერთოდ უფასო. მიეცით თავისუფლება, რომ იყოთ მშვიდად. ალერგიული ვარ ბოლო პერიოდში, საერთოდ არაფერზე არ ვიყავი ალერგიული. მეგონა რომ ლაქტოზაზე მქონდა რაღაც რძეში. არ მინდოდა რძეს არ ვსავდი ცხოვრებაში, არ დავლევ მეთქი, მაგრამ ჩემ და საბედნიეროდ გამოვიდა მცენარეულ ცხიმზე დამზადებული რძე. ალერგიული ფონი მაქვს რაღაც დახურულ სივრცეზე, ანუ უფრო კონდენსირებაზე, შეიძლება იყოს მეიქაპზე ცოტა, მაგრამ აი ესე ქრონიკული ალერგია არაფერზე არ მაქვს. მე ფობიები ხარე, მაქვს ფობიები, კი, მაგრამ კი არ ვიტყვი ხა. მე ბევრი ფობია მაქვს. რა ჩამოყვე, წერებიდან დაწყებული, სად დავამთავრო არ ვიცი. ყველაზე მეტად თობობა და კალის მეშინია და რა ვიცი, ხმამაღლა რომ ამბობ ხა შეიძლება არც იყოს კარგი, მაგრამ მაინც რატომ უნდა შევზღუდო საკუთარი თავი, მეშინოდა სიკვდილის. ყველას ხო გვეშინია, მაგრამ მე ძალიან მძაფრად მეშინოდა და ამაზე ხო არ ვფიქრობთ ხოლმე. და მე ხშირად მეფიქრებოდა, იმიტომ რომ რამე რომ წამომტკივდებოდა, შიში იყო ეს, რომ თითი მტკივა, ვაიმე ვკვდები. გულის არეში მეტკინა გული შეტან. ყველაფერს ვაძლევ რაღაც მინდა რომ ვუპოვო კავშირი, რაღაც აი რატომ არ ვიცი. წუხარ რომ სამედიცინო განხრით მე არ წავედი და ჩემი თავი უკეთესად მე არ შევისწავლე. თუმცა ხო მქონდა ეს ფობიები, ეხლა არ მაქვს. ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ. კი, მეტნაკლებად ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ. მე მგონი საერთო მცნება, მაგრამ ყველას ინდივიდუალურად აქვს თავისი მეტაბოლიზმის ორგანიზმის გამო, ვისთვის რა არის იჯანსაღე. მოდი მე ვიტყვი რომ ჩემთვის ცოტა სწორი კვება, ჯანსაღი კვება, ანუ თავისი კალორიულობით, რა თქმა უნდა, რომელიც წონაში ვერ მაკლებინებს, მაგრამ კუნთს მინარჩუნებს და ეს კუნთი მჭირდება ვარჯიშზე. თუმცა პორცია, ანუ რაოდენობრივად ვზღუდავ და შესაბამისად ვიღებ იმ კალორიებს, რა კალორიებიც მჭირდება. არც კლება, უბრალოდ როცა მსუბუქად ხარ და როდესაც კუნთი მეტნაკლებად კარგ მდგომარეობაში გაქვს, მარტივია მოძრაობა, ჩვენს მოძრაობა გვჭირდება. ძილს რაც შეეხება ინსომნიის რაღაც გამოვლინებები მქონდა ცოტა ღამით. ამასაც ნელ-ნელა ვუმკურნალეთ. რაღაცნაირად ძილსაც აი ესე ვებრძოლე და საბოლოო ჯამში ალბათ ასაკმაც თავის გაიტანა. იმიტომ რომ ადრე თუ ღამეებს ვათენებდი, ახლა ვეღარ ვათენებ. რაც შეეხება ვარჯიშს, შეიძლება არ იყოს ეს ფარიკაობა ყოველდღიური, თუმცა რა თქმა უნდა ყოველდღე ვარჯიშობ. დასვენების პროცესში მაინც მაქსიმუმ 2-3 დღის დასვენების შემდეგ აუცილებელია რომ კუნთი ანუ არ დაკარგოს სრულად. ეს გაძლევს არმოდუნების საშუალებას, ამიტომ სახლში რაღაცებს ვაკეთებ. გაწელვებს, ცოტა რაღაც მსუბუქ ვარჯიშებს, რომელიც მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. წყალი არ მიყვარდა თავიდან ვერ ვსვავდი, არ მახსენდებოდა საერთოდ წყალი რომ უნდა დამელია, მაგრამ ნელ-ნელა აი ესე ჩემო თირკმელმაც განაპირობა, იმიტომ რომ მითხრეს რომ მეორე ხა ერთი გაგდათ წყალი აუცილებელი. რა პროდუქცია ვერ ვამბობ უარს, თხილეული მიყვარს საშინლად, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ალერგიული რა გამონაყარი გამოიწვიოს ნებისმიერ შემთხვევაში, აი ვცდილობ ნუში, რომელიც ალერგიას მეტნაკლებად არ ვარ ალერგიული ნუშსა და იმდა ქეშიუ, ან რაღაც ისეთი თხილი, ჩვეულებრივი თხილი, ქართული თხილი მიყვარს, გიჟდები, მაგრამ 1000-ში ერთი. კი, კოსმეტოლოგს თავის მოვლა, ეხა ქალები ვართ და მეც რაღაცნაირად შინაგანად ვგრძნობ, რომ ასაკრო მემატება, პირიქით მჭირდება მეტი ზრუნვა საკუთარ სახის კანზე, საკუთარ
სხეულზე და ასე შემდეგ და სხვა მსუბუქ-ჩარევებს ყოველთვის ვახორციელებ, ეგ პრობლემა არ არის. ალკოჰოლი ჩემს ცხოვრებაში ბავშვობაში იყო მხოლოდ. არა, იყო პერიოდი, როდესაც მართლა რაღაცნაირად გადაბმულად გვიწევდა ხოლმე რაღაც KFC რესტორანში. 7 წელია რომ აი გემოც კი არ მომწონს. არ მიყვარს თრობის პროცესის, აი რაღაც მდგომარეობა არ მომწონს. შემიძლია ნებისმიერ მომენტში ალკოჰოლის გარეშეც მოვილხინო ძალიან კარგად. დასვენება მიყვარს მთაში ზღვაზე. დასვენება მიყვარს მთაშიც და ზღვაზეც. უბრალოდ ჩემი უფრო მეტად სითბო არის. ზღვაზე ვგიჟდები სულ არ ვიცი, მაგრამ სხვა მიყვარს გიჟდები წყალზე. და მთა სხვანაირად მამშვიდებს. ანუ მთაში მიყვარს რა, ეხლა ზღვაზე უფრო გართობა და მთა უფრო ასოცირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, კარგი წიგნები. ანუ ეხლა ძალიან მკითხველიც არ ვარ, ნუ გეგონებათ, მაგრამ მიყვარს კარგი წიგნი. ჩემს სიბერეში ასე წარმომიდგენია მთაში ბევრი წიგნები, წითელი ღვინო. რა ვიცი ხო, კაი. სპორტი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ანუ რაც შეცვალა არის პიროვნული შინაგანი მე. შეცვალა ჩემი ცხოვრება, საერთოდ თავდაყირა დააყენა ჩემი შეხედულებები სპორტთან დაკავშირებით. მე რომ მეგონა რომ დისციპლინა მქონდა. წესრიგი მიყვარდა, მოწესრიგებული გოგო ვიყავი. მე რომ მეგონა რომ საერთოდ არაფერს არ მეშინოდა ცხოვრებაში. მე რა ეკაცო ეხა შეჯიბზე გახვალ მე რა ოპონენტი გაყოლება მე რა ეხლა მოიგებ აბა რა სიზა. თურმე რამდენი რამ უნდა ისწავლო, თურმე რამდენი რამ გაქვს შინაგანში და არიცი. თურმე ძლიერი ყოფილხარ, აღმოჩნდება უცებ. შეცვალა ჩემი დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არ მქონდა ეხლა ესეთი როგორც ძირითადად მაშინ სოციუმს მქონდა ეგ დამოკიდებულება, თუმცა მეც არ მქონდა ბევრი ინფორმაცია საწყისში. მეც მქონდა გარკვეული კომპლექსები, მეც მქონდა იმის შიში, რომ გარეთ რომ გავიდე სხვა როგორ შემხედავს. რაღაცნაირად დამნაშავე მეგონა საკუთარი თავი ჩემი მდგომარეობის გამო. მე მერიდებოდა მე მცხონოდა, რომ გარეთ ეტლით მოძრავდი. მე ყველაზე მეტად ზოგადად თვალებს ვიმახსოვრებ ადამიანების და სახის ნაკვთებს. აქედან გამომდინარე, თვალები ყოველთვის გასცემს იმ ენერგიას, რაც გაქვს შიგნით. თვალი ასხებებს ან თვალია ჩამქრალი, ხო ეგრეა და მე ძირითადად ალბათ ჩამქრალი თვალებით დავდიოდი და შეშინებული. მეგონა რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო ამ დედამიწაზე რა მეცოდი თუ ხდებოდა და მithumetes ჩემი მდგომარეობაც. საბოლოო ჯამში ვისწავლე შენი შესული მდგომარეობა არის შენი შესული მდგომარეობა და ნებისმიერ შეიძლება უცებ ერთ წამში საერთოდ თავდაყირა დაუდგეს მთელი ცხოვრება და გაგრძელება საკმაოდ რთულია, მაგრამ მოახერხოს ამ სპორტის გზაზე მივახციე ყოველს დიდი გამარჯვება, რაც მე ვთვლი რომ არის ტიტულების გარდა, იმიტომ რომ ტიტულები არის შედეგი შენი შრომის. დანარჩენი, რაც ამ სპორტმა ჩემს თემს უთხრა, ამ სპორტის შედეგებმა რა ჩემ თემს აგრძნობინა, აი ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის. ჯერ ვერ ვიჯერებ რომ ჩემი გზა არის, რაც მე გავიარე. მგონია რომ საერთოდ სხვა ადამიანზე ვლაპარაკობ, რეალურად სხვა ადამიანი არის. იგივე სხეულში უბრალოდ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. ეს არის სპორტის დამსახურება. სპორტი იყო ერთ-ერთი გარდამტეხი, რომელმაც მიმახვედრა, რომ საკუთარი თავი უნდა მივიღო და მიყვარდეს ისეთი, როგორიც ვარ. მადლობა ჩემს დიდ მაესტროებს, რომ მიპოვეს, გადაწყვიტეს, რომ საქართველოში პარაფარიკაობა ზოგადად დაეფუძნებინათ და მე განევითარებინათ და მე აღმოჩნდი რაღაცნაირად ერთ-ერთი კარგი მასალა მათთვის გამოსაძერწით. ვეცდები, რომ ის შედეგები, რაც მთელი 11 წლის მანძილზე მქონდა და გქონდა გუნდს ჯერჯერობით კიდე ესე ღირსეულად ვატარო. მანამ სანამ დასრულებაზე წავალ და მე ალბათ ეს აუცილებლად უნდა გაუზიარო პატარა მოფარიკავეებს. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, სოციუმში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ 10 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს აქ კამერის წინ მე ვისაუბრებდი ამ თემებზე. საფუძვლიანი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს საქართველოს ამაყია ჩვენით. საქართველოს მადლობას გვეუბნება, ჩვენი გულშემატკივარი მადლობას გვეუბნება და რეალურად დღეს ყველა მიცის ვინ არის ირმა ხეცურიანი, ყველა მთვარე ძალიან დიდი განაცხადია. ნინა თიბილაშვილი, გვან საზადიშვილი, ანა ჯაფა, ვინც ეხლა პარალიმპიადაზე შედეგები დადო, ეს მე ვთვლი, რომ ჩემი ერთი აგურის დამსახურება არის. მეშინია დამემართოს ზოგადად ყველაზე მეტად მეშინია, რომ საღი აზრი არ დავკარგო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ალბათ ბებიას ჰქონდა, დედაჩემის დედას პრობლემა, ხო, აღარ ახსოვდა ვინ იყო, გონებამ ჩაკეტა. მეორე მესამე ბავშვი გააჩინა და მხოლოდ ახსოვდა, რომ 15 წლის იყო და ერთი შვილი ყავდა, რომ მე ვეკითხებოდი, რომ აბა მე ვინ ვარ?
მეუბნებოდა რომ აი კი უგრძნობ რომ ჩემიანი ხარ, მაგრამ არა კაცო, შენ ჩემი შვილი ვერ იქნება. აი ეს მდგომარეობა მაშინებს ცოტა, იმიტომ რომ მგონია რომ ისეთი ადამიანები მყავს გვერდით, არ მინდა რომ დამავიწყდეს, ისეთი გზა გავიარე რომ ყოველთვის მინდა მახსოვდეს. მე ვარ ირმა ხეცურიანი და მე ვარ პაციენტი. ცოტა მეშინია ზღვაზე წასვლა, იმიტომ რომ იქ დასვენება უკვე ტრადიციულად ენტეროვირუსით დაბრუნებას ნიშნავს. მთაზეც რო დავფიქრდი, იქაც არის სარისკო ფაქტორები, მაგალითად ქვეწარმავლები, მწერები, ან იგივე ტკიპები, რომლებაც შეიძლება ძალიან საშიში ინფექციები გადაიტანონ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზამთრის ვირუსული სეზონი დამთავრდა, მაგრამ ზაფხულის პარაზიტები და ბაქტერიები რომ არანაკლებ საშიშია, ეს ხომ არ დაგვიწყებია. მოკლედ, უნდა ვისწავლოთ რამენაირად ინფექციებთან ერთად ცხოვრება. ამაში კი დაგვეხმარება ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. მე გირჩევთ, რომ მის რეკომენდაციებს ყურადღებით მოусმინოთ და გაიხადოთ ცხოვრების წესად. მოვიდა ნანატრი ზაფხული. როგორც იქნა მზე, მოდის ზღვის სეზონი და ჩვენც შვიდად ვართ, იმიტომ რომ გონია რომ ზამთარმა ჩაიარა, გაზაფხულმა ჩაიარა და ვირუსებმა, ინფექციებმა და ასეთმა უბედურობებმა, როგორც სიტყვიან, მიიძინეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ხშირად ზღვაზე ჩასული ოჯახები უკან ბავშვს აბრუნებენ საავადმყოფოში გარკვეული ვირუსების და პრობლემების გამო. ხშირად კოვოები, ტკიპები და სხვა მწერები არიან, რომლებსაც მოაქვთ ჩვენთვის რაღაც ახალ-ახალი ვირუსები და ინფექციები და ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამ პერიოდშიც გრძელდება. ამიტომაც დღეს ჩვენი სტუმარი არის ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე, თქვენს გადატვირთულ გრაფიკში მოახერხეთ და გამონახეთ ჩვენთვის დრო, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. ჩვენი პროექტი ახალგაზრდაა ჯერჯერობით და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად საინტერესო ხალხი მოვიყვანოთ. დავსაწყისისთვის თქვენ რო გითხრათ ზოგადი მონახაზი როგორია? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მოწვევისთვის და გისურვებთ წარმატებას და ბევრ საინტერესო გადაცემას. რაც შეეხება ჩვენს თემას, ზოგადად ინფექციები და ასე ვთქვათ, მიკრობები, ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და სხვა ასე ვთქვათ, მიკრობები, რომლებიც იწვევენ ინფექციებს, ყველა სეზონზე გვხვდება. ანუ ზოგ ინფექციას ახასიათებს სეზონურობა, ზოგისთვის დამახასიათებელია, რომ 4-ვე სეზონში შეიძლება შეგვხვდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა სეზონს აქვს თავისი სპეციფიკა და სხვადასხვა ინფექციების და გავრცელება. ცივი სეზონი გადავაგორეთ, რაც იყო ვთქვათ, ზამთარი და გაზაფხულის ასე ვთქვათ, პირველი მესამედი, როდესაც რესპირაციული ინფექციებია ძირითადად წამყვანი, გრიპი და გრიპის მსგავსი ასე ვთქვათ დაავადებები. ზაფხულს აქვს თავისი გამოწვევები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ გამოწვევების შესახებ ვთქვათ, აკეთებთ გადაცემას, იმიტომ რომ სწორი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მოსახლეობისთვის არის იმის საწინდარი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დავზიანდებით ამა თუ იმ ინფექციით. პირველ რიგში ერთ რამეს აღნიშნავ, რასაც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ კაცობრიობამ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ მიკროსამყაროსთან ერთად თანაცხოვრება. მიკროსამყარო ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ. გარკვეულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, შეიძლება მათ გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები და არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც პანდემიებსაც და ეპიდემიებსაც იწვევენ, მაგრამ ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს და ჩვენ მათთან თანაცხოვრობა, ასე ვთქვათ, უნდა შევწოდოთ. ზაფხული გამორჩეულია იმით, ისეთი ინფექციების, ასე ვთქვათ, მატება ფიქსირდება, რომლებიც იწვევენ გასტროენტერიტებს, ანუ საჭმლის მომლელებელი ტრაქტის დაზიანებას. მათ ძირითადად მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, ეს არის ვთქვათ, გულისრევა, ღებინება, მაღალი ტემპერატურა, დიარეა და ამას შემდეგ შეიძლება ახდეს საერთო სისუსტე, ვთქვათ, გარკვეულ ასაკის პაციენტებში შეიძლება სწრაფად გავითარდეს ეს სიმპტომები, ვთქვათ, ეს განსაკუთრებით აღნიშნავ ასაკოვან ადამიანებს, ვისაც აქვთ იმუნოდეფიციტი და მცირეწლოვან ბავშვებს, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მსუბუქადაც გადაიტანოს ადამიანმა ყოველგვარი ჩარევის და ასე ვთქვათ, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. სახლის პირობებში დიფერენცირების, ასე ვთქვათ, მოხდენა თუ რომელმა კონკრეტულმა გამომწვევმა, ასე ვთქვათ, ინფიცირებული ძალიან რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რა სიმპტომებს მივაქციოთ ყურადღება და როდის მივმართოთ, ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებას და ექიმს. პირველი კიდე აღნიშნავ და გავიმეორებ უფრო სწორედ, რომ თუ მსგავსი დაავადება, ანუ გასტროინტესტინალური ინფექცია დაემართა მცირეწლოვან ბავშვს, ანუ წლამდე ბავშვს,
ან იმუნოკომპრომენტირებულ ადამიანს, ან ასაკოვან ადამიანს, ან ადამიანს, რომელსაც აქვს სხვა ქრონიკული დაავადება, აი ესე დროს აუცილებელია, რომ პირველივე საათებში, თუ არა პირველივე დღეებში, თქვა 48 საათის განმავლობაში მოხდეს ექიპთან, ასე თქვა, ვიზიტი, ან კომუნიკაცია შესდგეს, რათა მივიღოთ სწორი რეკომენდაცია. დანარჩენ შემთხვევებში არის გარკვეული, ასე თქვა, სიმპტომები, რომლებიც არის ასე თქვით, წითელი დროშები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ როდის უნდა, ასე თქვა, მივმართოთ ექიპს. ახლა რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? პირველი, თუ ადამიანს აქვს გახანგრძლივებული ცხელება და დიარეა, ანუ 60 დღეზე მეტ-ხანს უხანგრძლივდება და სიმპტომურად სახში კურნალობის შემდეგ არა აქვს შედეგი, ასე დროს აუცილებლად უნდა ჩავთოთ ექიმი, ეს ერთი. მეორე, თუ არის შეუპოვარი ღებინება, ანუ ვერ იღებს სითხეს, ვერ იღებს საკვებს და შესაბამისად ვითარდება საერთო სისუსტე ძლიერი და თქვა და ჰიპოტეზია, ანუ დაბალი წნევა აქვს ადამიანს, სხვა რაიმე ასე თუ გართულების ნიშნებია, ასე დროსაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი, რაც კონკრეტულ, ასე თქვა, მიკრობებთან და ძირითადად ბაქტერიებთან არის დაკავშირებული, თუ ადამიანს აქვს სისხლიანი ფაღარათი. ანუ თუ აქვს დიარეა და არის სისხლის მინარევები, ეს ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია სხვადასხვა ბაქტერიულ, ასე თქვა, აგენტთან, რომელიც იწვევს გავს პრობლემას და მას სჭირდება დროულად სპეციფიური მკურნალობა და აქედან გამომდინარე, ასე დროსაც უნდა მივმართოთ ექიმს, რათა მან მოგცეს სწორი რჩევები, დაგვინიშნოს გარკვეული, ასე თქვა, მკურნალობა თუ საჭიროა და ყოველ შემთხვევაში ვიყოთ მისი მეთვალყურეობის ქვეშ. დასაწყისში რამოდენიმე ფაქტორი ჩამოვთვალე, რომელიც თქვენს გარკვეულწილად, ესე ვთქვა, დაადასტურეთ და ძალიან მინდა დავაზუსტო. ბოლო წლებში მომრავლდა წითელა. მე აგერ ჩუტყავილად გამოვიდა, ესე ვთქვათ, და აი ეს რა ფენომენია, როდესაც რაღაცა, ესე ვთქვათ, იძინებს და მე იყვიწებს. კი ბატონო, ეს ძალიან საინტერესო ფენომენია ზოგადად ინფექციურ დაავადებებში. მათ ახასიათებს, ასე ვთქვათ, ესეთი ფენომენი, რომ გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ეს ვირუსი აქტიურდება, შესაბამისად, თუ არ არის იმუნური ფენა და წითელასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ წითელას საწინააღმდეგოდ არსებობს საკმაოდ ეფექტური ვაქცინა და თუ სამიზნე მოსახლეობის 95%-ზე მეტი აცრილია იმ ქვეყნებში და იმ პერიოდში წითელა პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, არ წარმოადგენს პრობლემას და მხოლოდ ერთეულ სპორადულ შემთხვევები ფიქსირდება, მაგრამ ჩვენს რეალობაში იმიტომ, ასე ვთქვათ, ფიქსირდება ამ ეტაპზე წითელა შემთხვევების მატება და ეს არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა. პრაქტიკულად COVID პანდემიის შემდეგ ვაქცინაციის, ასე ვთქვათ, მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო საუბედუროდ ჩვენ ქვეყანაშიც, მაგრამ ეს არის მსოფლიო ტენდენციაც. შესაბამისად, წითელა გახლავთ ვაქცინაციით კონტროლირებადი დაავადება, ამიტომ როდესაც სამიზნე მოსახლეობის, თქვათ, იმ ნიშნულზე ნაკლები, თქვათ, 95%-ზე ნაკლები არის ვაქცინირებული, შესაბამისად ეს დაავადება უკვე იწყებს სწრაფ გავრცელებას. ის წარმოადგენს ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, კონტაგიოზურ, ანუ ადვილად გადამდებელ ინფექციას და მხოლოდ ვაქცინაცია, ანუ სრულფასოვანი ვაქცინაცია გვიცავს ჩვენ რისგან? დაავადების განვითარებისგან ერთი და გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება დაემართოს ადამიანის დაავადება, მაგრამ მიწავიდეს ძალიან მსუბუქად. და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ თქვათ, გარკვეულ ნაწილს არ დაემართება ეს დაავადება და ისევ არ შეიქმნება იმუნური ფენა. მოკლებას გავაკეთებ ისტორიულ ექსკურსს. ყოველთვის, თქვათ, 10 წლებში ერთხელ ფიქსირდებოდა წითელა შემთხვევების მატება და სერიოზული ეპიდემიები და პანდემიები, რომელსაც შემდეგ მოყვებოდა ხოლმე რამდენიმე ასეული 1000 ადამიანის სიკვდილი, ხო? აი ამ ყველაფერმა იკლო მას შემდეგ, რაც გაჩნდა წითელას ვაქცინა, ხო? აქედან გამომდინარე, ერთადერთი ბერკეტი, რითაც ჩვენ შეგვიძლია რომ ამ დაავადებას ვებრძოლოთ, ეს არის ვაქცინაცია. რაც შეეხება ჩუტყვავილას, იგივეა ჩუტყვავილაზეც, ანუ განსაკუთრებით ჩუტყვავილის შემთხვევები იმატებს მაშინ, როდესაც იმუნური ფენა, ასე თქვა, აქაც კლებულობს. რატომღაც მაინც ჩვენ სოციუმში ჯერ კიდე ეჭვები სუფევს და არც რაღაც გამოგონილი. კი ბატონო, ეს დიდი პრობლემაა სამწუხაროდ. კიდევ ერთი რამ, რაც გაგვიგია, არის ინფექციის მუტაცია. რაც საინტერესოა. რაღაც დონეზე მე მესმის რას ნიშნავს ეს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, როგორ ხდება ეს. შეგვიძლია განსაზღვროთ, მეცნიერებს შეუძლიათ განსაზღვრონ ეს
კი ბატონო, ამაზე მუშაობენ მეცნიერები და ერთ რამეს ისე მარტივად ჩვენ მსმენელისთვის რო გასაგები იყოს, ვიტყვი რომ ყველა ვირუსი თუ სხვა მიკროორგანიზმი განიცდის მუტაციას. რა თქმა უნდა, ხდება რა, იცვლება ვირუსის გენეტიკური მასალა, გენომი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? მუტაცია შეიძლება ხშირად განიცადოს ამა თუ იმ მიკროორგანიზმმა, მაგრამ თვითონ ამ მიკროორგანიზმის ბუნება არ შეიცავს. ანუ რას გულისხმობს მარტივად რო ახსნა ის ისეთივე დაავადებას იწვევდეს მუტაციის შემდეგაც, ისეთივე სიმძიმის დაავადებას, როგორც იწვევდა. შესაძლოა მან გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება, ან თქვად გავრცელდეს უფრო ადვილად. როდესაც ვირუსი უკვე ნიშან-თვისებებს იცვლის და თავის ბუნებას იცვლის და იწვევს შემდეგ ან უფრო მძიმე დაავადებას, ან უფრო მსუბუქს, ან უფრო ადვილად, ასე ვთქვათ, გადამდები ხდება, უკვე ეს არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება. COVID არის ამის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნათელი მაგალითი. მსგავსი არის ასევე გრიპის ვირუსიც, რომელიც უამრავ მუტაციებს, ასე ვთქვათ, უამრავ ხშირად განიცდის ძალიან მუტაციას, მაგრამ იშვიათად ისეც რომ შეიცვალოს ნიშან-თვისებები და შეიცვალოს თქვათ ვირუსით გამოწვეული დაავადების მიმდინარეობა. მოდით დაუბრუნდეთ ისევ თემას ზაფხულის საკითხს და თქვენც აღნიშნეთ რომ საკმაოდ გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები, საკვები ინფექციები და რაც არ უნდა ეცადონ ხოლმე მშობლები ხშირ შემთხვევაში ბავშვებს მაინც ზაფხულში რაღაცა ემართებათ და არსებობს ამის თავის დაცვის პრევენცია, რამე შეცდომას უშვებთ თუ ეს ბუნებრივი კი ბატონო, რა თქმა უნდა 100%-იან პრევენციას ჩვენ ვერ განვახორციელებთ, მაგრამ ერთ რამეს აუნიშნავ. ზოგადად საკვებისმიერი ინტოქსიკაციები, ინფექციები, ნაწლავური ინფექციების გავრცელების, ასე ვთქვათ, მთავარი მიზეზი არის რა? დაბალი ჰიგიენური ნორმები. მეორე ზაფხულის განმავლობაში რა რისკებია, ხო? მალფუჭებადი პროდუქტების მოხმარება. როდესაც თქვათ, შეიძლება გარკვეული პროდუქტი, რომელსაც ჭირდება სამაცივრო შენახვა, ან გამოიყენება, თქვათ, მხოლოდ 1 და 2 დღის განმავლობაში, ჩვენ მას ვიყენებთ, თქვათ, იმ წესების უგულებელყოფით, ხო? ეს მეორე ფაქტორი, ანუ ჰიგიენური ნორმები, მალფუჭებადი პროდუქტების გამოყენება და მესამე, მჭიდრო კონტაქტები, ხო? რა არის ყველაზე უფრო დამახასიათებელი ბოლო წლებისთვის, რომ განსაკუთრებით ეს ნაწლავური ინფექციები იმატებს ზღვის სეზონზე და ასოცირებულია ზღვაზე წასვლასთან. იმიტომ რომ იქ არის მჭიდრო კონტაქტები, შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში უგულებელყოფილია ჰიგიენური ნორმები და ანუ თქვა შეიძლება ადამიანი ამოვიდეს ზღვიდან და ეგრევე მიირთვას გარკვეული საკვები ამინძურებული ხელით. ასევე იქ არსებული საკვები რამდენად სწორად არის შენახული, ესეც გარკვეულ შემთხვევებში, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ არის. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორები ყველაფერი, ანუ ჰიგიენური ნორმები, მჭიდრო კონტაქტები და ადვილად გადადება ინფექციის და პლუს პროდუქტების შენახვის, ასე ვთქვათ, წესების უგულებელყოფა და დარღვევა, აი ეს ყველაფერი ქმნის კარგ გარემოს იმისთვის, რომ თქვა ზაფხულის პერიოდში კონდეს უფრო მეტი ნაწლავური ინფექცია, ვიდრე ეს არის სხვა სეზონებზე, ხო? თუ როგორ უნდა მართოთ ეს მნიშვნელოვანი სახის პირობებში, ან თქვა თუ იმყოფებით სხვაზე, კურორტზე, სადაც რაღაც მომენტში არ არის შესაძლებელი უცებ ექიმთან ვიზიტი, ხო? პირველი ვიტყვი იმას, რომ ასე დროს ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება დეჰიდრატაცია, გაუწყლოება, ანუ როდესაც ადამიანის ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს და თქვად მინერალებს, ხო? ამიტომ ასე დროს ერთ მას გავაკეთებ ჩასწორებას, რომ მე გულისხმობ ჯანმრთელ ადამიანს, იმიტომ რომ ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, ვთქვი რომ მათ პირველივე საათებში უნდა სცადონ ექიმთან დაკონტაქტება. დანარჩენ მოსახლეობაზე ვისაუბროთ, უნდა ვცადოთ რა, რომ დავიცვათ ეს ბალანსი. მივიღოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხე, ელექტროლიტები, რომ ეს არ დაირღვეს. ანუ დეჰიდრატაცია არ განვიცადოთ, იმიტომ ზაფხულში დეჰიდრატაციის მიზეზი გარდა თქვა ნაწლავური ინფექციისა შეიძლება იყოს მაღალი ტემპერატურა, მზის ასე თქვა პირდაპირი მოქმედება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებლად უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, მოვერიდოთ მზეს, დავიცვათ დიეტა, რათა საკვებით კიდევ უფრო არხელი არ შეუწყოთ, ასე თქვა ამ დაავადების პროგრესირებას და აი ამ ყველაფრის დაცვის შემდეგ 2-3 დღის შემდეგ თუ ჩვენ
კვლავ აგვენიშნება სიმპტომები, ასე დროს, როგორც აღვნიშნე, უნდა მიმართოთ უკვე ნებისმიერი ასაკის თუ იმუნური სტატუსის ადამიანმა, უნდა მიმართოს ექიმს. გარკვეულწილად ეხლა რომ დავფიქრდი, ტრადიცია გახდა ყოველ ზაფხულს აუცილებლად მესმის ვიღაცისგან, რომ პირველ რიგში ზაფხულში ზღვიდან ჩამოსულმა ენტეროვირუსი ჩამოიტანა. რა ვერ მოусპეთ ეს ენტეროვირუსი? ზოგადად საზოგადოებაში გავრცელებული სიტყვა ენტეროვირუსი ერთ ვირუსს არ მოიცავს, ზოგადად ეს მოიცავს ჯგუფს ვირუსების, რომლებიც იწვევენ გასტროინტესტინალურ ინფექციებს, ხო? აქ შეიძლება იყოს კონკრეტულად ენტეროვირუსიც და შეიძლება იყოს სხვა ვირუსები, ნორმოვირუსი, როტავირუსი, ადენოვირუსი და ასე შემდეგ, ხო? ეს არის უამრავი, ასე ვთქვათ, ვირუსი და დიდი ჯგუფი ინფექციების, რომლებსაც ასე ჩვენ ვერანაირად ვერ მოვსპობთ, ხო? ენტეროვირუსი რაც საზოგადოებაში გავრცელებულია, ის ენტეროვირუსი მარტო ენტერიტებს და ასე ვთქვათ, დიარეას არ იწვევს. მას საკმაოდ ფართო სიმპტომო კომპლექსი გააჩნია, საკმაოდ ბევრ სეროტიპს შეიცავს და შეუძლია გამოიწვიოს გამონაყარი, გარკვეულ სპეციფიური გამონაყარი, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოების და ორგანოთა სისტემების დაზიანება, როგორც არის გულსიძავთა სისტემა, ცენტრალური ნერვული სისტემა, თქვათ, სასუნთქის სისტემა და ასე შემდეგ. მათ შორის ერთ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც არის ბავშვთა ასაკში, ასე თქვათ, ძირითადი წილი ენტერიტების და ასე ვთქვათ, გასტროინტესტინალური ინფექციების მოდის როტავირუსზე და როტავირუსის პრევენცია გახლავთ ვაქცინაცია და ის მის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კალენდარულ აცრებში, ასე ვთქვათ, გვაქვს საქართველოში, ამიტომ ვაქცინაციით შეგვიძლია ასევე გარკვეულ შემთხვევებში თავი დავიზღვიოთ აი ამ გასტროინტესტინალური ინფექციის გამომწვევი დაავადებებისგან, რაც არის გავრცელებული ზაფხულში, გვაქვს ასევე ბაქტერიული ენტერიტებიც რა, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ამის ცოდნა და რატო? იმიტომ რომ, როდესაც ადამიანს აქვს ბაქტერიული ენტერიტი, ხო, და მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სალმონელა, შიგელა, ვთქვათ, კამპილობაქტერი, ეშერიხია კოლი და ასე შემდეგ, ხო, კლოსტრიდია მათ შორის, მათი მკურნალობა განსხვავებით ვირუსული ენტერიტების მკურნალობისა არის განსხვავებული. გარკვეულ შემთხვევებში მათ სჭირდებათ ანტიბაქტერიული მკურნალობა, ანუ ანტიბიოტიკების მიღება, ხო? ამიტომ ესეც ჩვენს რეალობაში არის საკმაოდ ისეთი აქტუალური საკითხი, იმიტომ რომ ხანდახან ადამიანები, როდესაც ემართებათ ენტერიტი, ასე თქვა და აქვთ ფაღარად დიარეა, ცხელება, პირდაპირ იწყებენ ანტიბიოტიკების მიღებას, რაც უკუ რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს, იმიტომ თუ ეს ვირუსთან არის ასოცირებული ეს პრობლემა, ანტიბიოტიკი ვირუსს ვერ მოარჩენს. პირიქით შეიძლება ხელი შეუწყოს, ასე თქვა, აი ამ ენტერიტის გახანგრძლივებას, ხოლო თუ გამომწვევი არის ეს ბაქტერიები, მათ სამკურნალოდ უკვე პირიქით გარკვეულ შემთხვევებში აუცილებელია რომ ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ, ხო? ამის დიფერენცირება როგორ უნდა მოვახდინოთ? სახლის პირობებში არის რაღაც ნიშნები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს ნიშნები არის სისხლიანი ფაღარათი, ვთქვათ, ეს ერთი, როდესაც არის, ასე ვთქვათ, განავლოვანი მასები შეიცავენ ლორწოს დიდი რაოდენობით და არის ძლიერად გამოხატული ინტოქსიკაცია, აი ესე დროს, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. კარგი არის რომ ისაუბრეთ ამაზე, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი კითხვა იყო ანტიბიოტიკები, იმედია ყველამ გაიგეთ პროფესიონალის სიტყვები, რომ გააჩნია უნდა გავსაზღვროთ ინფექციის გამომწვევი მიზეზი და მერე დავიწყოთ მკურნალობა აუცილებლად. კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც გარკვეულწილად მე თვითონაც ესე ვთქვათ, უემხრობი, ეხება რომ რაც უფრო ესე ვთქვათ არ შევზღუდავთ და რაც უფრო ბევრ ჭუჭყიანს შეეხება, გარეთ ქვას ჩაიდებს პირში, როგორ რასაც ჩემი შვილი შვება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, მით უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება. ეს სწორი მოსაზრებაა თუ ვწდები? მანდაც საჭიროა, ასე ვთქვათ, რაღაც ოქროს შუალიდის მოძებნა, იმიტომ რომ არის ინფექციები, რომლებიც არ არის სასურველი, რომ ბავშვს დაემართოს, ხო? აქედან გამომდინარე, როგორც თქვი, ეს დაავადებები ძირითადად ჰიგიენურ ნორმების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ამიტომ გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ თუ ასე საერთოდ არ შევზღუდავთ ბავშვს, შეიძლება დაემართოს მას ესეთი ინფექცია, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება მძიმედ გადაიტანოს და ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას. ეს არის ერთი მოსაზრება, მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ხო, მეც გარკვეულწილად ასე ვთქვათ, გეთანხმებით, რომ
ის რომ ჩვენ ბავშვი გავზარდოთ სტერილურ გარემოში და მას არ კონდეს კონტაქტი მიკროსამყაროსთან, ჩვენ ხელოვნურად, ასე ვთქვათ, შევქმნათ ეს სტერილურ გარემო, ეს არის ცუდი, იმიტომ რომ წლის განმავლობაში ბავშვს დაახლოებით 20-დან 30-მდე ვირუსული ინფექცია გადააქვს სხვადასხვა სიმძიმით, ხო? ხანდახან მხოლოდ სურდოთი, ხანდახან მხოლოდ ხველით, შეიძლება ორდღიანი ცხელებით. ამიტომ ჩვენ რომ ამ ყველაფერს მოვაშოროთ ბავშვი, თქვა თეორიულად დაუშვათ და ის ჩავკეტოთ რაღაც სტერილურ სივრცეში, რა თქმა უნდა, ასე დროს მე ის რომ გაიზრდება, აი ეს ინფექციები დიდი ალბათობით უფრო მძიმედ დაემართება და შეიძლება თქვა უფრო სერიოზული ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. უნდა გაიზარდოს, ასე თქვა, ჩვეულებრივ გარემოში, მქონდეს კონტაქტი თავის ასაკის ადამიანებთან და თუ დაემართება ესა თუ ის ინფექციური დაავადება, თავარია შევაფასოთ დროულად, როდის ჭირდება ჩარევარა და როდის არა. კიდევ ერთი რამ, რაც მე პირადად საკმაოდ მაშინებს, ესე ვთქვათ, და რაღაცნაირად მგონია, რომ ალბათ საკმაოდ ისეთი მძიმე არის, ეს არის ნაკბენი. ანუ ხედველობაში მყავს ამ შემთხვევაში კოღოები ნაკლებად, მაგრამ ტკიპები დაუშვათ. ბევრი წავიდა უკვე აგარაგზე, ბევრს სახში ცხოველი ყავს, კატა იქნება ეს თუ ძაღლი, ტკიპის ნაკბენი. კი, აი ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი და განსაკუთრებით ახლა მე რო ვაკვირდებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ასე თქვათ აი ამ კუთხით ცნობიერება ჩვენ საზოგადოებაში ამაღლდა, ბევრი ინფორმაცია გაჩნდა, მაგრამ ამას ყოველთვის აქვს ორი ასე თქვათ მხარე. ინფორმირებულობა კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს ინფორმაცია იყოს სწორი და რაღაც მეცნიერულ მტკიცებულებაზე ასე თქვათ დამყარებული. ზოგადად ვიტყვი რომ ტკიპებს და მწერებს გადააქვს საკმაოდ ბევრი დაავადება და ინფექცია. მათ შორის გარკვეული ინფექციები არის გავრცელებული საქართველოში. ანუ ჩვენ ქვეყანაშიც გვხვდება. გავამახვილებ ყურადღებას ორ ისეთ ინფექციაზე, რომელიც ჩვენს რეალობაში აქტუალურია და თან თქვათ საშიში ინფექციას წარმოადგენს და გადადის ტკიპის ნაკბენით. ეს არის პირველი კირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ნუსხაში შედის და ის ტკიპის ნაკბენით გადადის და იწვევს საკმაოდ მძიმე დაავადებას, რომლის ლეტალური გამოსავალი თუ მსოფლიო სტატისტიკას ავიღებთ არის 10-დან 35%-მდე, წარმოგიდგენიათ როგორ მაღალი მაჩვენებელია, საბედნიეროდ საქართველოში ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალია, თუმცა მაინც მძიმე შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება და ლეტალური გამოსავალიც, ხო? ძირითადად მაინც გავრცელებულია სამხრეთ საქართველოში, შიდა ქართლში და სხვა რეგიონებში სპორადული, ანუ ერთეული შემთხვევები შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი მოდის აი ამ რეგიონზე. სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. აი ამ დაავადებას ახასიათებს წვავე დასაწყისი. ანუ რას გულისხმობ? თუ ტკიპის ნაკბენიდან პირველი ერთი კვირის განმავლობაში ადამიანს აღენიშნა ტემპერატურის მატება, სახსრების კუნთების ტკივილი, თქვათ გულისრევა, კონიუნქტივიტი და ასე შემდეგ. ანუ წვავე ინფექციის დამახასიათებელი ნიშნები და პლუს ანამნეზში გვაქვს დაახლოებით 2-3 დღიდან მაქსიმუმ 2 კვირის ასე თქვათ განმავლობაში ტკიპის ნაკბენი, ეს არის აუცილებელი ჩვენება რომ მიმართოს ექიმს. განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი არის იმ რეგიონიდან, ან იყო იმ რეგიონში, რომლებიც მე აღვნიშნე. ტკიპის ნაკბენის შემდეგ ცხელების განვითარება უკვე არის ჩვენება რომ მიმართოთ ექიმს, რათა ასე თქვათ გამოირიცხოს ეს განსაკუთრებით საშიში დაავადება, რასაც კირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება ქვია, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე მას აქვს ზოგადი სიმპტომები და მეორე დაავადების ასე თქვათ მეორე სტადია უკვე მოიცავს იმ სერიოზულ გართულებებს, რის გამოც ხშირად დგება ლეტალური გამოსავალი და ეს გართულება არის სისხლდენა. როდესაც ადამიანს უვითარდება ჯერ სისჩაქცევები, კანზე, ხილულორწოვანზე და შემდეგ უკვე ვითარდება შინაგანი სისხლდენა, რომელიც საუბედუროდ შემდეგ ჰემორაგიული შოკით და სიკვდილით თავდება. თუმცა ეს არის უკვე ასე ვთქვათ მეორე სტადიის გართულება და ჩვენ გვაქვს ბერკეტები, რომ პირველივე სტადიაზე მოვახდინოთ ამ დაავადების დიაგნოსტირება. ეხლა მეორე დაავადება, რომელიც შედარებით უფრო ნაკლებ საშიშია ერთი შეხედვით, მაგრამ უფრო რთული სადიაგნოსტიკო. ეს არის ლაიმის დაავადება, ანუ ბორელიოზი.
ხო, აქ გვაქვს ჩვენ ორი უკიდურესობა. იმიტომ რომ ლაიმის დაავადება საქართველოში ფიქსირდება, ამ შემთხვევებში გვაქვს, მაგრამ არა იმ რაოდენობითაც რეალურად დიაგნოსტირება ხდება. ლაიმის დაავადებაც გადადის ტკიპის ნაკბენით, თუმცა განსხვავებით ყირიმკონგოსგან ის არის ბაქტერიული, ანუ სპიროქეტათი, ასე ვთქვათ, გამოწვეული ინფექცია და მას განსხვავებით ყირიმკონგოსგან შეიძლება არ კონდეს მწვავე დასაწყისი. ანუ ადამიანი შეიძლება უკბინოს ტკიპამ და შემდეგ ტკიპის ნაკბენიდან პირველ თქვათ ერთი თვის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს გარკვეული სიმპტომები ან არც განვითარდეს. ახლა რა არის ის სპეციფიური სიმპტომი, რაც თქვათ მიგვითითებს ხოლმე ლაიმის დაავადებაზე, ეს არის ნაკბენის ადგილზე ვითარდება სპეციფიური, ასე ვთქვათ, დამახასიათებელი დაზიანება და რა არის ეს დაზიანება? ნაკბენის ადგილზე არის ესეთ მუქი, წითელი ან შინდისფერი რგოლი, ირგვლივ არის ასეთი თავისუფალი რგოლი, თავისუფალი კაი და ირგვლივ აქვს წითელი არშია. ანუ ხარის თვალსას ბულ-აი, ასეც მოიხსენიებენ, ხო? თუ ტკიპის ნაკბენის შემდეგ უახლოეს 2-3 კვირის განმავლობაში მსგავსი რამ განვითარდა, ეგრეთ წოდებული ეს ხარის თვალი განვითარდა, ესე დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი ლაიმის დაავადების, რასაც შემდეგ სჭირდება უკვე კურდალობა სპეციფიური და თქვათ აუცილებლად ანტიბაქტერიული, ასე თქვათ, თერაპიის დაწყება. მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში და არც თუ ისე იშვიათად სხვადასხვა სტატისტიკაა ამის სხვა ქვეყანაში, მაგრამ დაახლოებით 20-დან 40%-მდე ეს სიმპტომი არ ვითარდება ადამიანთან, შეიძლება უკბინოს ტკიპამ, დაემართოს ადამიანს ლაიმის დაავადება, მაგრამ არ ქონდეს ეს პირველადი, ასე ვთქვათ, ცოცავი ერითება ეგრეთ წოდებული, ხარის თვალი, მაგრამ გამოვლინდეს შემდეგ რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ ესეთი გენერალიზებული გამონაყარი, დაიწყოს ცხელება, ასე დროსაც ჩვენ ექიმებმა ვიცით ხოლმე, როდესაც პაციენტი მოვა ესეთი გაურკვეველი სიმპტომებით, აუცილებლად, ასე ვთქვათ, ჩავეკითხებით ხოლმე ხო არ უკბინა ტკიპამ, ხო არ იყო სადვე პიკნიკზე, ტყეში და ასე შემდეგ, ხო? ესეც არის ის სიმპტომები, ანუ არამოტივირებული ცხელება, სტანდარტული გამონაყარი, რომელსაც ვერ ხსნით, თქვა, ვერც ალერგიით, ვერც რაიმე ესეთი კლასიკური ინფექციით, ასე დროს აუცილებლად უნდა მოხდეს ჩაკითხვა და ჩვენმა მოსახლეობას უნდა გაითვალისწინოს, რომ გაიხსენოს ხო არ ქონდა ტკიპასთან, ასე თქვა, კონტაქტი და არის კიდე ლაიმის დაავადების ფორმები, როდესაც ეს პირველი და მეორე სტადია დაავადების არ ვითარდება და პირდაპირ ვლინდება უკვე გართულებებით, ანუ ართრიტებით, ანუ სახსრების დაზიანებით, გულსის ძარღვთა დაზიანებით, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებით და აი ამ ფორმის ლაიმის დაავადების დიაგნოსტირება არის ძალიან რთული და უკვე საჭიროებს, ასე ვთქვათ, ბევრ სპეციფიურ კვლევას და სპეციალისტების ჩართულობას. რამდენად შეგვიძლია ჩვენ ამ დაავადების პრევენცია ან თუ ქონდა ტკიპასთან ექსპოზიცია, როგორ უნდა მოვიქცეთ. პირველი ვიტყვი იმას, რომ ყველა ტკიპას ეს დაავადება არ გადააქვს. ძირითადად აქ არის საუბარი ტკიპებზე, რომელსაც აქვს გარემოსთან, გარეულ ცხოველებთან კონტაქტი, თქვა, მსხვილფეხა-რქოსანის, ირმის ტკიპა და ასე შემდეგ. ამიტომ თუ თქვა ადამიანს ყავს სახლში ძაღლი და ცხოვრობს თქვა თბილისში ან ნებისმიერ ასე თქვა ქალაქის ტიპის დასახლებაში და არ აქვს კონტაქტი გარემოსთან, ტყესთან, ბუნებასთან და აი ამ ძაღლის ტკიპამ უკბინა, რა თქმა უნდა, ასე დროს ამ დაავადებებზე ეჭვის მიტანა არ არის აუცილებელი და სხვადასხვა ტექნოლოგიები არის გავრცელებული ჩვენ მოსახლეობაში თუ როგორ უნდა მოვიცილოთ ტკიპა. ყველა ეს ასე ვთქვათ მიდგომა არის მაღალი საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ ზოგი იყენებს თქვათ ზეთს, გახურებულ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ პინცეტს, სხვა რაიმე ესე ვთქვათ ბასრსაგანს, მაგრამ ასე დროს თუ ადამიანმა ეს არ იცის, შეიძლება პირიქით ხელი შეუწყოს, რომ ინფექცია ასე ვთქვათ გავრცელდეს. ამიტომ ეს უნდა გავაკეთოთ უკიდურეს შემთხვევაში, ანუ თუ იმყოფებით სადმე ტყეში და ისეთ ადგილას ვართ, რომ უახლოესი 6-12 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებთ, თქვათ, სამედიცინო პუნქტამდე ჩასვლა. სხვა შემთხვევაში აუცილებელია, რომ მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, ასე ვთქვათ, ყველა წესის დაცვით, დამუშავებით, მოგვაშორებენ ამ ტკიპას და ასევე დაათვალიერებენ ხო, რომ თუ არ ჩარჩა ტკიპის რაიმე, ასე ვთქვათ, სხეულის ნაწილი ჩვენს ორგანიზმში, იმიტომ რომ ამას შეიძლება დამატებით პრობლემა გამოიწვიოს მეორადი ბაქტერიული ინფექცია, ალერგიული რეაქციები და ასე შემდეგ. მეორე,
თუ თქვად გვიკბინა ტკიპამ, თუ ვიცით რომ არის მაღალი რისკი ლაიმის დაავადების განვითარების, ასეთ დროს უნდა მივიღოთ გარკვეული ჯგუფის ანტიბიოტიკი, რა თქმა უნდა, ექიმთან შეთანხმებით. და მესამე, თუ ეს ყველაფერი თქვათ გავაკეთეთ ჩვენ, დავიმუშავეთ, ვასრულებთ მის მოცემულ რეკომენდაციას, შემდეგ უკვე ველოდებით სიმპტომებს. თუ თქვათ პირველი 1 კვირის განმავლობაში და 2 კვირის განმავლობაში გამოვლინდა სიმპტომები, აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მივმართოთ, ასე თქვათ, ექიმს. თუ საერთოდ არ გამოვლინდა სიმპტომები, დავანებოთ ამას თავი. ეს არის ის, ასე თქვათ, ინფორმაცია, რაც უნდა ვიცოდეთ ამ დაავადებების შესახებ. ერთ-ერთი რამ, რითიც აუცილებლად ვინტერესდები ხოლმე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან, ეს არის უშუალოდ პაციენტები, როგორი არიან ქართველები, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა სფეროში თითქმის არის გარკვეული, ასე ვთქვათ, პრობლემები პაციენტის მხრიდან. ეს არის თვითმკურნალობა, ექიმზე მაღლა, მეგობრის რჩევის დაყენება, დაგუგლული ინფორმაციის მოსვლა ან რაღაცა გადაცემაში ნანახი ინფორმაცია. ამ კუთხით ინფექციოლოგებს როგორ გაქვთ საქმე? კი ბატონო, ზოგადად ჩვენ დარგში ეს პრობლემა ნამდვილად ესეთია, სერიოზულად არსებობს და აქტუალურია. იმიტომ რომ ინფექციური პაციენტი, მე არ გულისხმობ ქრონიკულ ინფექციებს, ძირითადად არის მწვავე დაავადებები, რასაც იწვევენ ინფექციები. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც წინა დღეს ან რამდენიმე დღის წინ იყო კარგად, უცებ განუვითარდა რაღაც სიმპტომები, სიცხე, გამონაყარი, თქვათ, სახსრების ტკივილი ან კონიუნქტივიტი ან ნებისმიერი მწვავე დაავადების დამახასიათებელი სიმპტომი და მოდის ამ ჩივილით ჩვენთან, ხო? შესაბამისად, მას აქვს უფრო მეტი პრეტენზია, ოღონდ პრეტენზია ცუდი გაგებით არ ვამბობ. იყო კარგად და უცებ გახდა ცუდად და რა თქმა უნდა, აქვს იმის მოთხოვნა, რომ ისევ გახდეს კარგად, ხო? შესაბამისად, ჩვენ როდესაც უხსნით, რომ გარკვეულ შემთხვევებში ამას დრო სჭირდება, ანუ მოცდა, ხო, ვიცით ჩვენ, რომ ვირუსული ინფექცია შეიძლება ადამიანს გაუხანგრძლივდეს 5-7 დღის განმავლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას რაიმე მკურნალობა უნდა დაუწყოთ, ხო? იმიტომ რომ ის არის თვით განკურნებადი დაავადებები უმრავლესობა და მას სჭირდება სიმპტომური მიხმარება მხოლოდ ან თქვა შეიძლება რაიმე ესეთი დამხმარე მედიკამენტის მიღება. ზოგადად არსებობს თემსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო აქტუალურია, შემოდის ეს პრობლემა, რომ თვითონ იწყებენ მერე გარკვეული მედიკამენტების მოძიებას თუ რისი მიღება შეიძლება და თქვა გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე ეს იქნება მეზობლის რჩევა, სადმე გადაცემის ასე თქვა გაჟღერებული ინფორმაციის თავისეული ინტერპრეტაცია თუ Google-ის საშუალებით ასე თქვა ინფორმაციის მიღება, აი ამის საფუძველზე იწყებენ შემდეგ გარკვეული მედიკამენტების მიღებას და რა თქმა უნდა ამას 99%-ში არანაირი შედეგი არ აქვს და გარკვეულ შემთხვევებში პირიქით შეიძლება უარყოფითი შედეგიც კი მოგვცეს. ზოგს ცოტად და ზოგს ასე ვთქვათ, მეტად ყველას გაგვაჩნია ის ესეთი თვითშემოქმედებითი დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხის მიმართ და მედიცინაში ეს თვითშემოქმედება განსაკუთრებით იმ ადამიანის მხრიდან, ვინც არ ერკვევა, არის საკმაოდ სახიფათო, ხო? ამიტომ ჩვენ ექიმები და ინფექციონისტები ხშირ შემთხვევაში დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ პაციენტთან მივიტანოთ ეს სწორად, რომ იცი რა, 2 კვირა შეიძლება გქონდეს სიცხე. გაგებით უნდა მოეკიდო ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ცოტა ესეთ პათეტიკურად ჟღერს და ცოტა რთულად მისაღებია პაციენტისთვის, მაგრამ ექიმის როლი ზუსტად ეგ არის, რომ გადაგვაფიქრებინოს ეს ჩვენი, ასე თქვა და თვითშემოქმედება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება ასე დავიზიადოთ ჯანმრთელობა. ექიმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს თავის ენაზე და მისთვის გასაგებად აუხსნა ინფორმაცია. არ არსებობს რაიმე შაბლონი, რომ ორ ადამიანს, სხვა ადამიანს რომ ერთნაირად, ასე ვთქვათ, ერთნაირად გასაგები იყოს, ხო? ამიტომ ყველა ადამიანი და მათ შორის პაციენტი, რა თქმა უნდა, არის ინდივიდი და რომელსაც უნდა ესაუბრო ისე იმ ხანგრძლივობით რა ხანგრძლივობითაც აუცილებელია იმისთვის, რომ მან ინფორმაცია სწორად გაიგოს, ხო? ზოგადად ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ისიც, რომ ჩვენ არ უფრთხილდებით ერთმანეთს, ხო? ამაში რას გულისხმობ? ადამიანს, როდესაც აქვს სიმპტომები, რომ ის უნდა მოერიდოს სხვა ადამიანს, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაქვს თქვა ადენოვირუსი და მიდის მსუბუქად მხოლოდ რესპირატორული ჩივილებით და ჩვენ წავალთ აუზზე,
შესაბამისად ჩვენ სხვა ადამიანებს შევქმნით საფრთხეს, რომ ეს დაავადება ასე თქვა გაგვივითარდეს. თუ ჩვენ გვაქვს სოკოვანი ინფექცია და ასევე წავალთ ესეთ სივრცეში, სადაც გვაქვს კომუნიკაცია, ჭიდრო კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, ასე დროსაც, რა თქმა უნდა, თუ არ დავიცავთ გარკვეულ ჰიგიენურ ნორმებს, შეიძლება გავხდეთ სხვა ადამიანისთვის საფრთხე. იგივეა გრიპთან დაკავშირებით, COVID-თან და ნებისმიერ გადამდებელ ინფექციასთან დაკავშირებით. ხო, ამიტომ ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ დაავადებებისგან თავდაცვის, რომ ჩვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით უნდა, ასე ვთქვათ, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები, იმიტომ რომ ინფექცია ესეთი რამ არის, რომ ერთ ადამიანთან შეიძლება წავიდეს მძიმედ, მეორესთან წავიდეს მსუბუქად. თუ მაინც და მაინც ამას ვერ ვახერხებთ, დავიცვათ წესები, როგორც არის გარკვეულ შემთხვევაში პირბადის გამოყენება, ვთქვათ, ხშირად სივრცეების განიავება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩვენზე, ანუ ადამიანებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბოლოს გვაქვს ორი ტრადიციული კითხვა, რომელსაც ყველა სტუმარს უსვავთ. პირველი, გადაწყვეტილება ექიმობის ჩემი აზრით არის განსაკუთრებული და რამ მიგიყვანათ აქამდე? ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, უბრალოდ მე სადაც ვიზრდებოდი, ჩემ ოჯახში იყო ასე თქვა, სულ ექიმებს უყურებდი. მამა ჩემი, ბებია ჩემი იყვნენ ექიმები. თუმცა ესეც არ იყო, რომ მათგან არასდროს არ ყოფილა ეს მამაჩემისგან ეს ინიციატივა, რომ აი ჩემი შვილი ექიმი არ იყო ესე, თავისუფალი ვიყავი ჩემ არჩევანში. აქედან გამომდინარე გარკვეული ალბათ ქვეცნობიერი ის მქონდა სურვილი ექიმობის, მაგრამ რო გითხრათ, რომ თავ რაღაც სანამ გავხდებოდი ექიმი 5 წლით ადრე ექიმობა მინდოდა, არა. თუმცა ახლა რეტროსპექტულად რო ვაანალიზებ, ქვეცნობიერად ალბათ სულ მინდოდა, უბრალოდ ახალგაზრდა ასაკში რაღაცებს ასე ვთქვათ სხვადასხვანაირად უყურებ. ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ფიზიკურს, გონებრივს და ასე შემდეგ. ხო, აი ახლა რო უყურებ, აი ამ ჩემ გავლილ გზას, რა თქმა უნდა, არ უნდა რომ ამ განაწყვეტილებას და ვთვლი რომ სწორი განაწყვეტილება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი სირთულე გამოვიარე და არ იყო მარტივი გზა, მაინც ამ წუთას არ უნდა რომ ამ განაწყვეტილებას და ისევ რო უკან დამაბრუნა, ალბათ იგივე განაწყვეტილებას მივიღებ. და ბოლო კითხვა, როგორი პაციენტი ხართ? გულწრფელად გითხრათ, ხო, გიპასუხოთ. ექიმები ცუდი პაციენტები ვართ. ეს შაბლონური ის არის, მაგრამ ესეა ის პრობლემა მეც მაქვს, რაც ჩემ პაციენტებში არ მოძოს. მალე მინდა რომ რაღაც რო ჭირს დავამარცხო და გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება არ დაუჯერო ხოლმე ჩემ ექიმს ან რაღაცებს ჩემებურად შევცვალო. ოღონდ რა თქმა უნდა ამას ეხა ვნანობ და არ არის სწორი და არავის არ მოუწოდებ ამას, რომ ასე მოიქცეს, იმიტომ რომ პაციენტი, როდესაც ხარ თუნდაც შენ თვითონ ექიმი იყო, მაინც უნდა დაუჯერო ექიმს, რომელიც არის შენი მკურნალი და რომელიც პასუხისმგებელია შენ ჯანმრთელობაზე. როგორც პაციენტი, სხვებისგან გადმოცემით როგორც ვიცი, არც ისე ასე თქვა გასაგები. ქართველი პაციენტი. ქართველი ეს ორი სიტყვით თქვა ქართველი პაციენტი. საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ, ჩემი აზრით და წინ სეზონი მოდის, რომელისთვისაც ბევრი ჩემი ჩათვლით ემზადება და იმედია, რომ თქვენც მაყურებლებო გაგეცით პასუხი საინტერესო პასუხები კითხვებზე. ეს თემა არის საკმაოდ ვრცელი და ვეცდებით, რომ ბატონი ალექსანდრე კიდე მოვიწვიოთ, იმიტომ რომ კი წინ შემოდგომის სეზონიც მოდის სამთრის და იმისთვისაც უნდა მომემზადოთ. ამჯერად კი დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ დრო დაგვიწვევთ და იყავით ჩვენთან. გაიხარეთ. გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემები. ამ ვიდეოში მოგიყვებით ბლეფარიტის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი გავრცელებული თვალის კუთუთოების ანთება, რომელიც ხშირად ქრონიკულში გადადის, ამიტომ აუცილებლად სპეციალისტის ჩართულობა საჭიროებს. მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა მარტივი არ არის. მსოფლიოს სტატისტიკით გავრცელებულია მოსახლეობის 30-დან 50%-ში. დამახასიათებელი სიმპტომებია: კუთუთოების სიცითლე, შეშუპება, ქავილი, წვა, კუთუთოების კიდეებზე ქერქის წარმოქმნა, თვალის სიმშრალეს ან პირიქით ჭარბი ცრემლდენა, შესაძლოა წამწამების ცვენა ან თუნდაც არასწორი ზრდა, გაღვიძებისას თვალების შეწებება. ბლეფარიტი აზიანებს ორივე თვალის კუთუთოების კიდეებს. ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როდესაც წამწამების ძირის მახლობლად მდებარე პატარა ცხიმოვანი ჯირკვლები იკეტება, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ბლეფარიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე, თუმცა ყველაზე ხშირი არის დემოდეკოზი, იგივე ტკიპა დემოდექსი. დემოდექსის ტკიპა თითქმის ყველა ადამიანს ჰყავს.
ბინადრობენ თმის მოლეკულებში. ისინი ჩვეულებრივ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენენ, თუმცა შეიძლება ძალიან სწრაფად გამრავლდნენ იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ იმუნოდეფიციტი ან კანის სხვადასხვა დაავადებები და სიმპტომების გამოჩენამდე პაციენტს არ აწუხებდეს. დაავადების დროს ტკიპა წამწამების მოლეკულებში დებს კვერცხებს, ამიტომ დროთა განმავლობაში აზიანებს მათ. დაავადების საწყის ეტაპზე სიმპტომები უმნიშვნელო და ასატანია, თუმცა გამწვავების დროს იწვევს ფუთუთოების აუტანელ ქაველს, განსაკუთრებით დილით, რადგან ღამის განმავლობაში პარაზიტი შედარებით აქტიურია. მოსალოდნელია თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, წვა და დისკომფორტი, თავიდან უმნიშვნელო, ხოლო შემდგომში უხვი, ასევე შესაძლოა მოთეთრო ან მოყვითალო ფერის წებოვანი გამონადენი გაჩნდეს. დაავადების გამწვავება აჩენს მშრალი თვალის სინდრომს, რაც დროთა განმავლობაში აზიანებს მხედველობას, ასევე წამწამების და წარბების გაცვენის პროცესი იწყება. დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა მნიშვნელოვანია. თუ გაწუხებთ მსგავსი სიმპტომები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს. დიაგნოსტირებისთვის ტარდება წამწამების მიკროსკოპული გამოკვლევა. ბლეფარიტის სამკურნალო ერთ-ერთი დადასტურებულად დამტკიცებული საშუალება დემაზოლის თვალის კრემია. შემადგენლობა აერთიანებს მეტრონიდაზოლს, ჰიალურონის მჟავას, გვირილის და აბსინთას ექსტრაქტს და კიდევ არაერთ დამხმარე ინგრედიენტს, რომელიც 100%-იანი სიზუსტით შველის დაავადებას. გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული მოქმედება. მისი მოხმარება იწვევს ტკიპას განადგურებას, ანუ ელიმინაციას. მედიკამენტი 45 დღის განმავლობაში გამოიყენება, რაც მიანიშნებს მკურნალობის დროის ხანგრძლივობას. მალევე შეინიშნება მდგომარეობის აშკარა გაუმჯობესება. ასევე კურსის დასრულების შემდგომაც ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურებული კლინიკური გამოჯამრთელება. მედიკამენტს რეცეპტი არ სჭირდება, თუმცა მისი სხვა დიაგნოზის მკურნალობისთვის გამოყენება დაუშვებელია. ამიტომ მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს და გაიგეთ ზუსტი დიაგნოზი. გაუფრთხილდით მხედველობის ორგანოს, გისურვებთ ჯანმრთელობას. თუ მოგწონს პაციენტი, სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციას იგებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ გამოყვე YouTube-ზე. ამისთვის საჭიროა რომ დააჭირო subscribe ხილაკს და იქვე პატარა ზარს. გამოიწერე პაციენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო ჯანმრთელები. იცით რომ ზაფხულში მომატებული სისხლის მიმოქცევის გამო ჩვენი ფრჩხილები უფრო სწრაფად იზრდება და ის რომ მიუხედავად იმისა რომ ადამიანი გარკვეულ ასაკში ზრდას წყვეტს, მისი ცხვირი და ყურები ამას არ აკეთებენ. ამაში დამნაშავე კი გრავიტაცია არის. როდესაც ადამიანი წითლდება, ის ამას კუჭის ლორწოვან გარშიც გრძნობს, რადგან მისი კუჭიც წითლდება. იყავით ჯანმრთელები და გვიყურეთ ყოველ ხუთშაბათს. მომავალ შეხვედრამდე.